ყველაზე მეტად ლუსტრაცია, იცით, სად ხდება სოციალურ ქსელებში. ადამიანი ყველაფრის უფლებას აძლევს თავს, ისეთ უფლებას, რომელსაც ქსელის იქით არ აძლევს. ჩვენ მგონია, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. კაცმა რო თქვას, ადამიანი როგორიც არის სოციალურ ქსელში, ისეთია სინამდვილეში. ხო, და თუ გინდათ საკუთარი თავი გაიცნოთ, შეხედეთ, რას წერთ, როგორ მეტყველებთ, როგორ პასუხობთ, რა სურათებს დებთ. შეხედეთ ამას და დაინახოთ, ვინ ახართ თქვენ, რამდენად ქრისტიანები ხართ. არ გჭირდებათ გარეგანი მამხილებელი, არც მოძღვრის სიტყვა, მით უმეტეს მოძღვარი თქვენს ეკლესიის იქითა ცხოვრებას არ იცნობს საერთოდ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ამას კიდევ ერთხელ გააცნობიერებს და ამასთან ბრძოლას დაიწყებს, აღმოჩნდება, რომ ეს არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს და აღმოვაჩენთ, რომ აი ეს ქრისტე რო ამბობს, რომ თავადი ამ სოფლისა არის სატანი.